არა განკითხვა ძმისა ჩემის. ჩვენ ყველას მსაჯულები ვართ გარდა საკუთარი თავისა. ჩვენ არ ვიცით ადამიანის გულში რა ხდება, არ ვიცით ადამიანის мотиваცია, როცა ის მოქმედებს რა არის და ყოფნის თავხედობა და განაჩენი გამოგვაქვს. ყველასთვის, აბსოლუტურად. ყველასთვის განაჩენი გამოგვაქვს და განკითხვის ვნება ისეთი საშინელი ვნებაა, მე არ მეგულება მაგაზე უფრო საშინელი ვნება, რა ვიცი, აი სიძვის ვნება რაღაცა არ ვიცი. შეიძლება განკითხვის ვნება ყველაზე საშინელი ვნება, იმიტომ რომ იგი აბსოლუტურად ყველა სათნოებებს გვავიწყებს. მათ შორის რწმენას გვაკარგინებს, ლოცვის უნარს, სიყვარულს, მადლიერებას კლავს ჩვენში, ანვითარებს შურს, სიამაყეს, თავდაჯერებულობას, ამპარტავნებას. ეს ყველაფერი განკითხვიდან გამომდინარეა და თუ განკითხვა ადამიანმა დაძლია, იმიტომ ეუბნება უფალი, არ განიკითხო და არ განგიკითხავ. როგორ შეიძლება არ განვიკითხო არავინ, ამით ცხონდე მარტო, იმიტომ რომ თუ არ განიკითხავ არავის, შენში ყველა სათნოება ცოცხლდება. და ყველა სათნოება კვდება თუ განიკითხავ. გესმით რა დღეში ვართ? ამიტომ მთხოვს რომ არა განკითხვა ძმისა ჩემის